და აქ რუსეთის გარეშე საუბარი არ გამოვა. რუსეთის გარეშე და მესამე რომის იდეის გარეშე, რომლის გარშემოც რუსეთმა და ოსმალეთმა დაიწყეს ჭიდაობა. ეს მესამე რომის იდეა, თუ ვარსდები, მე-16 საუკუნეში ტვერის მონასტერში. დიახ, მას შემდეგ რაც ივანე მესამე დაქორწინდა ბიზანტიელ პრინცესა სოფია პალეოლოგზე. და აი ეს გერბი, რუსეთის გერბი რაც არის, ორთავიანი არწივი. ეს არ არის რუსეთის გერბი, ეს არის ბიზანტიის მემკვიდრეობა. დიახ, და აქ ოსმალეთის სელჩუკების სულთნებს და ასევე რუსეთის იმპერატორს ერთი და იგივე რაღაცა ჰქონდათ, რომის მემკვიდრეობაზე პრეტენზია. და ეს მესამე რომის იდეა რას ნიშნავს ახლა მაყურებელს რომ განუმარტოთ? იყო ერთი რომი, ანუ თვითონ რომი თავისთავად, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, ანუ ბიზანტია და როდესაც ბიზანტია დაეცა 1453 წელს ოსმალებმა გააკეთეს მისი ოკუპაცია, რუსეთის იმპერიამ აიღო ეს მოისხა ეს მანტია აღმოსავლეთის საქრისტიანოს მცველისა, აიღო ეს გერბი და ისახება იდეა მესამე რომისა. კონსტანტინოპოლის რუსების მიერ დაპყრობა აღიქმებოდა როგორც ცარგრადის გათავისუფლება ურჯულოებისაგან. შესაბამისად, სტამბოლის მიმართ პრეტენზია რუსულ იმპერიულ ნარატივში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.